ზოგიერთი ოსი სეპარატისტი პოლიტიკოსის აზრით განცხადებით უბრალოდ რომ ეს არ შეიძლება ყველანაირ ლოგიკას ჩნდება რომ თუნდაც მათი აზრით ეს ასე იყოს ლიახვის ხეობაში საერთოდ არ ცხოვრობდნენ საქართველოს მოსახლეობა და სხვათა შორის 2008 წლის ოსეთ რუსული აგრესიის დროს 10-მდე სოფლიდან საიდანაც გამოყარეს საქართველოს მოსახლეობა და თითქმის გაანადგურეს იქაურობა მთლიანად ასეთი განცხადება გააკეთეს რომ ისინი იყვნენ ოსები და უბრალოდ მენშევიკების დროს პირველი რესპუბლიკის დროს მათ შეეშინდათ გადააბრუნეს თავის საკუთარი საფლავები და თავი გამოაცხადეს ქართველებად და აი აქ ზოგადად როგორც აი ამ თემაზე საუბრის დროს ხშირად ვახსენებთ ხოლმე რომ ჩვენი ქართველი დიდი აკადემიკოსები საერთოდ პასუხისმგებლობას არ აგდებენ ამ სეპარატისტულ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ ამბობ თუ შეიძლება მათ საერთოდ პოლიტიკოსები ეწოდოთ მაგრამ აი თოფჩიშვილს აქვს ძალიან ლოგიკური კითხვა დასმული რომ მაშინ რატომ არ მოხდა ზუსტად აი ამ ოსურუსული აგრესიის დროს 2008 წელს საფლავების ისევ უკან ისევ მათ როგორც ეს გააკეთეს თუ მათ მართლა ასე გააკეთეს მენშევიკების დროს იგივეს გაკეთება და ამით რატომ არ დაასტურეს საკუთარი არგუმენტი მაგრამ ნუ რასაკვირველია ამაზე კამათი ზოგადად ძალიან სასაცილოა და კიდევ ერთი მასალა რაც ამასთან დაკავშირებით, ანუ იმავე რონალდთან შეგვიძლია შევხვდეთ, იმავე თოფჩის ავტორთან, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ აკადემიკოსთან, არის მისი ციტირება. ეს ციტირება შეეხება თაბუაშვილის 2013 წელს გამოსულ ნაშრომს, რომელიც შეეხება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის აღწერას. ნუ რასაკვირველია, ერთ-ერთი არის ქართული აღწერა, მაგრამ ვთქვათ, მათივე არგუმენტებისთვის, მათივე არგუმენტის გასაცამტორებლად მათივე მხრიდან არის ის, რომ ჩატარდა აღწერა 1862-ში თუ არ ვცდები, კეთყვით, არა 1886-ში უკაცრავად რუსეთის მიერ რუსებმა ჩაატარეს ეს აღწერა მათთვის ხომ ეს მაინც უნდა იყოს სანდო წყარო რომლის მიხედვითაც შემდეგია მოსახლეობა ესე იგი 818 კომლიდან ანუ სულ 3832 სულიდან იყვნენ ქართველები 356 კომლი ებრაელები 326 კომლი სომხები 133 კომლი და სულ ეს იყო მაშინდელი მოსახლეობის აღწერაში შემავალი ეთნიკური ხალხის ეთნიკურობა და შესაბამისად იქ საერთოდ არ არის ოსების ხსენებაც კი არ არის და სწორედ ამიტომ არის რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი დიდი მეცნიერები ამაზე პასუხსაც არსებენ ხოლმე უბრალოდ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის თოფჩიშვილი გვანცელაძე და კიდევ ბევრი და ბევრი სხვა დიდი ქართველი აკადემიკოსი რომ ზუსტად იმას აკეთებს რაც საჭიროა მათი პროპაგანდა რომელიც მუშაობს რუსულად ინგლისურადაც აფინანსებენ რომ წერონ ეს სისულელეები აი ამას რაღაც დავუხვედროთ საპირისპიროდ მეორე მხარეს მადლობა ყურადღებისთვის